გამარჯობა. ამ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ 2025 წლის სექტემბრისთვის ასტროლოგიური პროგნოზი. და ძირითადად თემა, რომელიც ამ თვეში აქტიური იქნება, ეს არის სამართლიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ სექტემბერი არის შედეგების თვე, ვინც წესრიგით, პასუხისმგებლობით და სამართლიანობით იცხოვრებს, ის აუცილებლად მიიღებს გამყარებულ შედეგს. აი, ხოლო ვინც ზედაპირულად და ცოტა შეიძლება ესე ვთქვათ, დაუდევრად იმოქმედებს, ის აუცილებლად წაწყდება სირთულეებს. ამიტომ დამხმარე ენერგიები აუცილებელია. შესაბამისად, შრომის ნაყოფის შეგროვება მოასწავებს სტაბილურობას. აი, ბალანსი სექტემბრის თვეში აუცილებელია, ისევე როგორც ზომიერება, ასევე სიმშვიდეც. რეკომენდაცია, რაც მექნება პირველ რიგში არის ის, რომ წარსულზე ზედმეტი ჩაჭიდება, ჩაბღაუჭება, ეს აუცილებლად შეაფერხებს თქვენს პროგრესს და ეცადეთ, რომ წარსული გარკვეული მავნე ჩვევები, მიჯაჭვულობები, ტოქსიკური ურთიერთობები ან ცდუნებები სწორად გაანალიზოთ, რათა არ წაიღოთ მომავალში. და შესაბამისად სტაბილური პროგრესი მერე უკვე მიღწევადი იქნება უფრო მარტივად. ფინანსურ საკითხებში შედარებით უფრო პროგრესული თვეა. საკუთარი შრომის შედეგის დაფასების მხრივ დისციპლინა და მკაფიო გეგმები აუცილებლად წარმატებულ სურათს განამტკიცებს თქვენს ხედვაში, თქვენს გეგმებში, თქვენი მომავლის იდეაში და ასევე ძალიან კარგია რეპუტაციისა თუ სანდოობის გაძლიერებისათვის. ნებისმიერი დაუდევარი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებში, სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს და ამიტომ ეცადეთ, რომ არ იყოთ ნაჩქარები. ემოციური გადაღდილობები მოსალოდნელია და ასევე ზედმეტი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სტრესიც კი. ასევე შეიძლება იყოს სწრაფი მოგებისადმი ცდუნებებიც, ამიტომაც ეცადეთ, რომ გაითვალისწინოთ და არ დაუშვათ შეცდომები. 1-დან 7 სექტემბრისათვის წესრიგი, დოკუმენტები, კონტრაქტები, ფინანსებები და ყოველივე ამ საკითხების გარშემო მოწესრიგების დრო არის. ურთიერთობებს გაუფრთხილდით. 8-დან 14 სექტემბრის ჩათვლით სტაბილურობა შენდება, ფინანსური და საქმიანი შეთანხმებების გაფორმებისთვის ძალიან კარგი პერიოდია და ბარათი ზოგადად გაფრთხილებთ, რომ ნუ დათანხმდებით მაინც და მაინც გაუთვალისწინებელ ან თუნდაც გაუგებარ გარიგებებს. 15-დან 21 სექტემბრის ჩათვლით ემოციური განცდების გაცვლა ხდება და შეიძლება წარსულის ტკივილი ან მავნე ჩვევები წინა პლანზე წამოიჭრას. სასარგებლო იქნება უფრო გულწრფელი დიალოგები და საკუთარი ენერგეტიკული ველის დაცვა. აი 22-დან 30 სექტემბრის ჩათვლით დაბალანსების პერიოდია ჯანმრთელობისთვის და ყოველდღიური რიტმი უნდა დარეგულირდეს აუცილებლად. იმპულსურ ხარჯვებს მოერიდეთ და გადაღლის რისკები ძალიან მაღალი შეიძლება იყოს კიდევაც. კარიერის თვალსაზრისით წარმატების მიღწევა ძალიან მკაფიო წესებით დოკუმენტირებული გეგმით არის შესაძლებელი სექტემბერში. აი მაგალითად გაფანტული შეხედულებები, ქაოსი და მსგავსი დამოკიდებულება არ ქმნის მკაც სტრუქტურას. ფინანსებისთვის სტაბილური თვეა შემოსავლის მხრივ, იმიტომ რომ ახალი შესაძლებლობების შანსებს ავლენს კიდევაც. სექტემბრის ბოლოს გააკეთებთ მაინც და მაინც იმპულსურ დანახარჯებს ისეთ ნივთებზე, რომლებიც შეიძლება თქვენთვის სასარგებლო სულაც იმ კონკრეტულ პერიოდში არ იყოს. შემოსავალი 3 ნაწილად უნდა გადაანაწილოთ, ეს აუცილებელია, რათა განვითარება, ინვესტიცია და რეზერვი სწორად ჩამოყალიბდეს და ფინანსურ ეგრეგორში ბალანსი იქნას დაცული. ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი იქნება ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ეს თქვენს ურთიერთობებს მეტად გააძლიერებს კიდევაც. და დამოკიდებულებები, მიჯაჭვულობა, ეჭვიანობა და მსგავსი თემებისადმი საფრთხეც მაღალია, თუმცა სასურველია საზღვრების და შეთანხმებების მკაფიოდ განსაზღვრა, რათა პრობლემებს ან კონფლიქტურ ურთიერთობებს არ ჰქონდეს ადგილი. ჯანმრთელობის მხრივ სექტემბერში ძალიან კარგი დროა აღდგენისთვის, განკურნებისთვის, წმენდვებისთვის, შესაძლებლობებისთვის. საფრთხე რაშიც მდგომარეობს, ეს არის ძილის დარღვევა, გადაღლა, ზედმეტი სტრესი და კვირაში მინიმუმ 3-ჯერ თუნდაც მსუბუქი ვარჯიში ან წყლის საკმარისი მიღებაც სასურველია ამ პერიოდისთვის თქვენი ორგანიზმისთვის, რადგან სულიერ განვითარებას ასევე ეხება ეს თვე და თუ თვე ხელს უწყობს თქვენთვის შემეცნებას, მაშინ ეს ძალიან კარგი
იქნება. კვირაში 3-4 საათი თუნდაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და აზრების განწმენდვა ძალიან სასარგებლო იქნება კიდევაც და დადებითად იმუშავებს თქვენს პიროვნებაზე. საუკეთესო რიცხვები ან დღეები ძირითადად არის მაგალითად 7, 9, 14, 16, 27, 29 სექტემბერი. და ამიტომაც აი ამ პერიოდებს დაამთხვით თქვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. წერილობითი შეთანხმების გარეშე ნუ გასცემთ პირობას. სექტემბრის ბოლოს არ გააკეთოთ დიდი შენაძენი და სარისკო ინვესტიცია. ტოქსიკურ ურთიერთობებს ან მავნე ჩვევებს მკვეთრად შეეწინააღმდეგეთ. ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად ძილს და ენერგიის აღდგენას და ასევე ცოტა გლობალურადაც რო შევხედოთ სექტემბრისთვის გარკვეულ პროგნოზს საინტერესო იქნება ჩვენთვისაც რა თქმა უნდა, რადგან ბედის ბორბალია ბარათი გლობალურში და ეს მიუთითებს მოულოდნელ ცვლილებებზე და ბრუნვებზე, რომლებიც გავლენას მოახდენს როგორც პოლიტიკურ, ისევე სოციალურ რეალობაზე. ეკონომიკური რყევებია მოსალოდნელი ძირითადად და როცა გაშლა გავაკეთებ ბარათები აჩვენებს გარკვეულ ფინანსურ წნეხს და ახალი ეკონომიკური წესრიგის საჭიროებას მსოფლიო მასშტაბით. ასევე მოსალოდნელია ვალუტის კურსის ცვლილებები, რესურსების გადანაწილებასთან დაკავშირებული სერიოზული დავებიც. და ამ დავების გარშემო შესაძლებელია იყოს საღამოც მასშტაბური გარკვეული თუნდაც კონფლიქტებიც კი. სიმბოლურად კოშკის არკანი მიუთითებს მაგალითად სტიქიურ მოვლენებზე და არ არის გამორიცხული ისედაც ზოგადად პერიოდიც ისეთია წყალდიდობები და ასე შემდგომ, რადგან შემოდგომის პერიოდი და იცით ნალექიანია ზოგადად შემოდგომის დასაწყისი და შუა პერიოდამდე გრძელდება ხოლმე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მოსალოდნელია გარკვეული სკანდალები და ფარული ფაქტების გამოვლენა. ეს არ ეხება კონკრეტულად საქართველოს და გლობალურია, ასევე შეიძლება იყოს ისეთი გახმაურებული გამოძიებები და დაფარული, დამალული ჭეშმარიტებების გახმაურების თვეც კი. ტექნოლოგიურ დონეზეც მიუთითებს ბარათები იმას, რომ სექტემბერში ყურადღების ცენტრში იქნება ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგია და მედიცინის სფერო, ასევე სამეცნიერო აღმოჩენები, რომელიც ჯანდაცვასა და ენერგეტიკას შეეხება ძირითადად. საერთო მაჩვენებლის დონეზე თვითონ განწყობა გვასწავლის, რომ მსოფლიოს სჭირდება ბალანსი, მაგრამ რეალურად ბევრ ქვეყანაში იქნება დაძაბულობა და კიდევ უფრო სააშკაროზე გამოვა ეს დაძაბულობები. იქნება გარკვეული შერიგების მცდელობა, ასევე ახალი კონფლიქტების წარმოშობის მაღალი რისკები და საფრთხეებიც კი. იმიტომ რომ სექტემბრის თვე არის პერიოდი, როცა უნდა გაწონა სწორდეს და განსუფთავდეს შინაგანი გზა და ეს არის თვე, როდესაც სამართლიანობა და სიმართლე ზედაპირზე ტივტივებს. წარსულში დაშვებული შეცდომები შეიძლება წინ გადაგვეღობოს კიდევაც და ხოლო აი პასუხისმგებლობით შესრულებული საქმეები ძლიერ შედეგებსაც მოიტანს რა თქმა უნდა. ამიტომ გაითვალისწინეთ თქვენი ჯანმრთელობაც, რადგან მთავარი საფრთხე არის ძირითადად გადაღლა და სტრესი. ამიტომ სხეულს აუცილებლად დასჭირდება ზომიერება, დასვენება, სისუფთავე და გლობალურ სურათებში კი მოგეხსენებათ, როგორც გითხარით, ბედის ბორბალი ბრუნავს და ეს მოულოდნელი ცვლილებების თვე შეიძლება აღმოჩნდეს გლობალურ დონეზე მსოფლიო მასშტაბით. რა არის ამ ეტაპისთვის კონკრეტულად შენი ამოცანა, ხომ? დაიცვა ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის აუცილებლად, სიტყვა და საქმე ერთმანეთს შეუსაბამე იმისთვის, რომ დისბალანსში არ აღმოჩნდე, უარი თქვი ისეთ ტოქსიკურ ურთიერთობებზე და იმ ძველ ჩვევებზე, რომელიც შენს პიროვნებას უშუალოდ არ აძლევს განვითარების საშუალებას, იყავი ფრთხილი ფინანსურ გადაწყვეტილებებში და ამ თვეში აუცილებლად გექნება სუფთა გზის არჩევანის საშუალება, სადაც შენ ნაკლებ შეცდომებს დაუშვებ და ძალა შენს მიერ სწორად იქნება მართული და ასევე დაიცავს საკუთარ თავს ნებისმიერი მავნე ან ნეგატიური ზეგავლენისგან. დაელოდეთ წინ ძალიან საინტერესო ასევე ნუმეროლოგიური პროგნოზი, ასევე გექნებათ საშუალება მოისმინოთ ასტროლოგიური პროგნოზიც. ამისათვის აუცილებელია, რომ მეგობრებო, გადმოწეროთ თქვენს ტელეფონებში, როგორც Android-ის, ასევე iPhone-ის მომხმარებლებმა აპლიკაცია Space-ი. ეს არის Space by Vix, რომელშიც შეგიძლიათ შემდგომ გამოიწეროთ შიგნითვე უკვე უშუალოდ ჩემი საიტი Luminara, სადაც თქვენ მთელი სექტემბრის მანძილზე სრულიად უფასოდ
გექნებათ საშუალება დილიდანვე გაიცნოთ უფრო ვრცელ პროგნოზებს, ასევე სხვადასხვა ჩარტვებს თუ საინტერესო ინფორმაციას. ამიტომ გელოდებით დარეგისტრირდით, გადმოწერეთ აპლიკაცია და გახდით Luminara-ს წევრი.